რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთან? მოგესალმებით. ჩემო ძირფასო YouTube გამომწერება. როგორ ხართ? მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი სიყვარულით. და მოდით ვნახოთ მესიჯი სამყაროსგან. რა სასწრაფო მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთან? რომელსაც შესაძლებელია ვერ კითხულობდეთ, ვერ აღიქვამდეთ. შესაძლოა ვერ ხედავდეთ ყოველდღიური, გადატვირთული, გადაღლიდი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე. მაგრამ მე შევეცდები, რომ თქვენთვის წავიკითხო ეს სასწრაფო მესიჯი, რომელიც თქვენსკენ მოიჩქარის. ვარიანტი პირველი, მესიჯი სამყაროსგან, ვარიანტი 2, მესიჯი სამყაროსგან და ვარიანტი 3, დავაპატარავებ ეკრანს, უფრო მეტად. კიდევ უფრო მეტად. აი ასე პირველი, მეორე, მესამე, ვფიქრობ, კარგად ხედავთ, ხვებით კიდევ უფრო მეტად კარგად დაინახავთ. ვარიანტი პირველი იქნება ლაბრადორიტი, ვარიანტი მეორე იქნება დალმატინი იასპი და ვარიანტი მესამე იქნება მწვანე ავანტიურინი. მეგობრებო, კარგად დააკვირდით ახლა სამივე ვარიანტს, სამივე მინერალს, დახვიჭეთ თვალები. თქვით, წარმოთქვით ესეთი სიტყვები, რა მესიჯი გაქვს ჩემთან, ჩემო სამყარო, რა მოიჩქარის ჩემსკენ, რა სურს ახლა, რომ გაჟღერდეს ჩემთვის. და როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი მინერალი აუცილებლად დაგიძახებთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. რათა სულ როგორც იტყვიან, ერთმანეთის პულსაცია ვიგრძნოთ, არ დავკარგოთ ერთმანეთი და სიმბიოზი არ დაგვავიწყდეს, რა თქმა უნდა, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი ლაიქები, კომენტარები, აქტივობები, გაზიარება ძალიან ეხმარება არხს განვითარებაში და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სამართლიანი, ბალანსის პრინციპს ვეძახით ამას ასევე, რომ თქვენ იგებთ გაფრთხილებას, ინფორმაციას და რაოდენ და რადგან სამყაროში უფასო არაფერი არ არსებობს, მხოლოდ ყველი შეიძლება იყოს უფასო ხაფანგში თაგვისთვის. ამიტომ ყოველთვის ვაფრთხილებ მსმენელს, ჩემთან იქნება ეს თუ სხვასთან არ დაარღვიოთ ბალანსი. ყოველთვის ადამიანს დაუწერეთ რაიმე გამოუხატეთ კონკრეტული დამოკიდებულება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენივე ბალანსისთვის, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეზოთერიულ მაგიურ სფეროს ეხება. აქ ისმენთ ინფორმაციას. ხომ ასეა? ძალიან კარგი. ვარიანტი პირველი მე ვიწყებ თქვენით. იმედია ყველა მაერჩიეთ თქვენი ვარიანტი, თუ არა და დააპაუზეთ და კი ბატონო. ვარიანტი პირველი. მესიჯი სამყაროს თქვენთვის აქვს შემდეგი, რომ დრო მოვიდა, განასხვავო და გაარჩიო ერთმანეთისგან რა არის სიცრუე და რა არის სიმართლე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხედო შენს შიშებს თვალებში, იმიტომ რომ ნებისმიერი გადადებული შიში, გადადებული პრობლემა ეს არსად არ წავა, იმიტომ რომ ის ყოველთვის მოვა და შეგახსენებს თავს, ყოველთვის მოვა და გაგიფუჭებს განწყობას, ყოველთვის მოვა, გაგიფუჭებს დღესასწაულს, გაგიფუჭებს იმ პოტენციალს, რომელიც შესაძლებელია შენსკენ მოიჩქაროდეს, მაგრამ ზუსტადაც რომ ეს შიშები, ტყუილები სადღაც ხომ, სიცრუეს ვარდისფერი სათვალე, რომელსაც შესაძლებელია თქვენ თვითონვე ძალიან დიდი მონდომებით იკეთებდნენ, დრო არის რომ დაამსხვრიოთ. სანამ თვითონ დაიმსხვრევა, იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი ძალიან მტკინვეული არის ხოლმე. თქვენ ახლა ყველაზე მეტად უნდა მოусმინოთ არა თქვენს ტვინს და ლოგიკას, არამედ უნდა მოусმინოთ თქვენს გულისცემას, უნდა მოусმინოთ თქვენს სულიერ სიღრმეებს, უნდა მოусმინოთ ინტუიციას, უნდა მოусმინოთ სიზმრებს, მინიშნებებს. უნდა იყოთ მაქსიმალურად გახსნილი ნიშნების მიმართ. იმიტომ რომ ის რაც ახლა თქვენ გაშფოთებთ, ის რაც თქვენ ახლა გადარდებთ, განერვიულებთ და ასე შემდეგ, ხო, რაც ერთის შეხედვით თქვენთვის რაღაცა კითხვის ნიშნებით არის სავსე, რეალურად პასუხი არსად არ არის, გარემო სამყაროში არ არის, თქვენ შიგნით იმალება.
შესაძლებელია თქვენ არ გინდოდეთ ამ პასუხის მოსმენა, შესაძლებელია თქვენ არ გინდოდეთ ამ პასუხის მოძიება საკუთარ თავში, სადღაც გეშინოდეთ, სადღაც არ იცოდეთ ეს როგორ გააკეთოთ, მიყევით ნიშნებს. ამას გეუბნებათ თქვენ სამყარო, მიყევით ნიშნებს, იმიტომ რომ პასუხს გარეთ ვერ იპოვეთ. ეხება ეს. ათიანების ხმები. ნახეთ, ეს ყველაფერი ეხება თქვენს თქვენ იცით რეალურად რა განადგურებთ, თქვენ იცით რეალურად რა გტანჯავთ, თქვენ იცით რეალურად რატომ ხართ ცუდად, იცით, მაგრამ გეშინიათ, ხო, სადღაც შესაძლოა გეშინიათ, აი ამის გარეშე როგორ ვიყო, ან თქვა თუ ეს ურთიერთობებს ეხება, ხო, ამის გარეშე როგორ ვიყო, ან დავძლევ თუ ვერ დავძლევ, ხო, შევძლებ თუ ვერ შევძლებ. ნახეთ, შემოძირფასებო, თქვენს შიშებს იმაზე უფრო მეტი ენერგია მიაქვს და თქვენს შფოთვებს იმაზე მეტი ენერგია მიაქვს, ვიდრე საბოლოო ჯამში შედეგს. ეს ის მომენტია, როდესაც გეტყოდით, რომ ჯობს რაღაცებს გაუსწოროთ თვალები, ჩახედოთ თვალებში, მე არა სამყარო გეუბნებათ ამას და ერთხელ ინერვიულოთ და დაასრულოთ, მიხვდით ხო, ვიდრე მუდმივად იყოთ აი ამ ენერგიებში, ხო? მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ამას აუცილებლად დაასრულებთ. თქვენ აუცილებლად მიხვდებით, რომ დროა რაღაცებს წერტილი დაესვას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე ძალიან გთრგუნავთ და არა მხოლოდ გთრგუნავთ, არამედ ფაქტიურად ანადგურებს თქვენს ჯანმრთელობას. ამიტომ მესიჯი სამყაროსგან არის ის, ჯობს ერთხელ გაუსწორო თვალები შენს შიშებს, ჯობს ერთხელ გაუსწორო თვალები შენს მიზეს აი ამ მდგომარეობის არაშიც ახლა ხარ, ვიდრე გაექცე პასუხებს, გაექცე რეალობას და ამან მთელი ცხოვრება გაგიფუჭოთ ყველაფერი ის კარგი, რაც შესაძლებელია წინ გელოდებოდეთ და ძალიან დიდი გაფრთხილება არის თქვენთვის, რომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან მიზეზი იმის, რომ შესაძლებელია იყოს, ხო, ყველას არ ეხება, მაგრამ ესეთი მცირე ან შესაძლოა არც თუ ისე მცირე ჯანმრთელობის პრობლემა, ეს ყველაფერი ზუსტად ამიდან გამომდინარეობს, რომ არ გინდათ რეალობას თვალები გაუსწოროთ და არ გინდათ რომ დაასრულოთ ის, რაც დიდი ხანია დასასრულებელია თქვენში. დაგემშვიდობებით, პირველი ვარიანტი მოусმინეთ კიდევ ერთხელ, გადმოახვიეთ ჩემს გაშლას რაღაცა პერიოდის მერე, იმიტომ რომ მე ყურმილი მიჭირავს, ყოველთვის ვამბობ და ვსაუბრობ, არ ვაკონტროლებ ჩემს სიტყვებს, გულისხმობ იმ ნაწილში, როდესაც ეს მესიჯია სამყაროსგან და პირდაპირ მომაქვს ინფორმაცია გაუფილტრავად, ამიტომ ხელთავიდან მოусმინეთ, რომ გიქნებ კიდევ რაიმე საინტერესო აღმოაჩინოთ, მონიშნოთ და მიხედოთ, იმიტომ რომ აქ მაინც და მაინც კარგი მდგომარეობა არ არის. ხვდებით ხო? გულისხმობ, ამან არ უნდა ჩაითრიოს უკვე ფსიქიკური ჯანმრთელობა და ასე შემდეგ. ვარიანტი მეორე. პირველი ვარიანტი მძიმეა საკმაოდ, დაგემშვიდობებით და თავებს გაუფრთხილდით. მეორე ვარიანტი. თქვენთან რა მესიჯი აქვს სამყაროს, მოდი ვნახოთ. თქვენთან რა მესიჯი აქვს სამყაროს, ეს ვინ მოსულა? თქვენთან ის მესიჯი აქვს სამყაროს, რომ მცადეთ, მინდა რომ დავაზუსტო. ეხება ეს. თქვენთან ის მესიჯი აქვს ჩემო ძვირფასო მეორე ვარიანტო. ნახეთ, თქვენ ხართ ძლიერი, რესურსიანი, წარმატებული ადამიანი. ბევრის თვალში ასია ეს ნამდვილად და შესაძლოა ვიღაცებს ეს ყველაფერი ძალიან არ მოსწონდეთ, როდესაც ასეთი ძლიერი, დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. და აქ შეგრძნება მაქვს, რომ გაფრთხილება არის ესეთი, რომ მაქსიმალურად დააკვირდით თქვენს ირგვლივ ვინ არიან, ვინს უმთქავს თქვენს ირგვლივ, ხო, იმიტომ რომ შეგრძნება მაქვს ისეთი, რომ თქვენს რეალობაში არის ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც გართმევენ мотивაციას და გართმევენ ენერგიას.
გამოიხატება ეს. იმაში რომ ძალიან ძლიერი ხართ. თქვენ ძალიან ძლიერი ადამიანები ხართ, მეორე ვარიანტი. ძალიან ძლიერი ადამიანები ხართ, თქვენ არაერთი სირთულე დაგიძლევიათ, არაერთ სირთულეს დაძლევთ კიდევ, იმიტომ რომ სამყაროსგან დალოცვილი ძლიერი მაგიური ადამიანები ხართ. უბრალოდ არიან ესეთი გაფრთხილება სამყაროსგან არის ის, რომ თქვენი ეს ენერგია ბევრს არ მოსწონს, ბევრს აღიზიანებს, ბევრს აბრაზებს. წარმოადგენენ რეალურ საფრთხეს, რა არის მესიჯი სამყარო თქვენთვის, სამყაროს რამე არანაირად არ წარმოადგენენ. იცით რატო არ წარმოადგენენ? იმიტომ რომ ბევრში დაცული ადამიანი ხართ. ძლიერი ადამიანი ხართ, არაერთს გამკლავები ხართ სამყარო გეუბნება და არაერთს გაუმკლავდებით, იმიტომ რომ თქვენი ენერგია და ჯერ ერთი გყავთ ესეთი ფამილიარები, მცველები გყავთ საკმაოდ საინტერესო, რომლებიც აუცილებლად ესე იგი ჩაერთვებიან ბრძოლაში ყველა იმის წინააღმდეგ, თუ პრაქტიკოსები კოლეგები მისმენთ, დაცვა საკმაოდ კარგია აქ. მაგრამ ისე ცდილობენ, ხო, წრეებზე დარბიან, სამყარო გეუბნებათ, რომ წრეებზე დარბიან. უნდათ თქვენს რეალობაში შემოღწევა, უნდა კონკრეტულ ადამიანს, ხო, კონკრეტულ პარაზიტს უნდა შემოღწევა, მაგრამ შემოაღწევს. არა, ჩემო ძვირფასებო, არ შემოაღწევს და ვერ შემოაღწევს. მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, თქვენ წყვეთ თქვენს რეალობაში ვინ შემოვა და ვინ არა და თუ კი სამყარო გეუბნებათ ვინმე გადაწყვეტს რომ თქვენი კეთილინების გარეშე გადმოდგას ნაბიჯი დარჩება ფეხების გარეშე. მარტივი მიზეზიდან გამომდინარე სამყარო გეუბნებათ არის ესეთი ადამიანი. მიაქციო ყურადღება, იმიტომ რომ ამ ადამიანს შენ თვითონვე ეხსნები. ამ ადამიანს შენ თვითონვე აძლევ ენერგიას. ამ ადამიანს შენ თვითონვე აჭმევ ამ ენერგიას, მიხვდით ხომ? იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ეს ადამიანი ესე ახლოს ვერ მოვიდოდა შენამდე, იმიტომ რომ შენთან, შენი ენერგიით თუ კი ვინმე სარგებლობს, ესე იგი მას შენ უშვებ შენს რეალობაში. მიხვდით ხომ? ამიტომ მაქსიმალურად როგორ უნდა გამოარკვიოს ვინ არის ეს ადამიანი, როგორ უნდა გამოარკვიოს. სულ რაღაცა დასევდიანებულია, სულ დადარდიანებულია, სულ დამწუხრებულია, არაფრით კმაყოფილი არ არის, ხო, თითქოს შეგრძნება ისეთი რომ სულ თქვენ გიწევთ ხო, რომ რაღაცები გაჩოთ ურთიერთობაში, რაღაც სულ მოტივაცია მიცეთ ადამიანს, მიხვდით ხო, ამ დროს ის ემოციებით და ენერგიებით ივსება და თქვენ იცლებით, ხო? მე ვერ ვიტყვი რომ ახლა სამყარო გეუბნებათ უფრო სწორედ რომ ეს შესაძლებელია თქვენ იმდენად ძლიერი ადამიანი ხარ და იმდენ სასიცოცხლო ენერგია გაქვთ ძლიერი რომ უცბად იღდგენთ ამ ენერგიას, ხო? მაგრამ გაფრთხილება არის ესეთი, ეცადე რომ ცოტა გადაკეტო ონკანი, ხო? ჟანგბადი გადაკეტო ცოტა, იმიტომ რომ ნამეტანი მოგდის, ბევრი მოგდის, ბევრ ენერგიას აძლევ და საკუთარი თავი გავიწყდება სადღაც, ხო, საკუთარი რაღაცები არ უნდა დაგავიწყდე, საკუთარი ნიშნულებს არ უნდა გადახვიდე. თორე რეალურად თუ კი ადამიანთან არ გინდა შენ ურთიერთობა, ან ვინმე სურს რომ შენ ნების გარეშე შემოვიდეს, ხო? ვიმეორებ დარჩება ფეხების გარეშე, მაგრამ თუ ადამიანს აძლევ ენერგიას, ადამიანს აძლევ ყურადღებას და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს შესაძლოა უნდოდა შენი ენერგიაც, ყურადღებაც, იმიტომ რომ გემრიელი ხარ, რესურსიანი ხარ და რატომაც არა, ხო? მხოლოდ იმ შემთხვევაში რომ შენ მისცემ ამას ამის უფლებას და სამყარო გეუბნებათ რომ ცოტა გაჩერდი. დაასტოპე, იმიტომ რომ ძალიან გართმევს ეს ყველაფერი, სადღაც თვითშეფასებას, სადღაც კარგ განწყობას ენერგიებს ხვდებით ხომ? პირველი ვარიანტი სასიცოცხლო ენერგიას გართმევთ ხომ? თითქოს მოტივირებული ხართ, მე უცებ რაღაცნაირად მოტივაცია გივარდებათ ხომ ამ ადამიანთან ურთიერთობის მერე, ხო? რაღაცა სიცოცხლის ხალისი გაქვთ, მაგრამ ისე გიპასუხებ, განა იმიტომ რომ შესაძლოა ცუდი ადამიანია. უბრალოდ შეგრძნება მაქვს რომ თქვენგან განსხვავებით, ბევრად თქვენზე პატარა ადამიანია და პატარაში გულისხმობ იმას, რომ რა ვიცი, ენერგოინფორმაციული სტატუსით, ენერგეტიკული შესაძლებლობებით, შესაძლოა ფიზიკურითაც ხვდებით ხომ? და ამიტომ სადღაც სულ აქვს ის კომპლექსი შესაძლოა, რომ რაღაცნაირად
რაღაცნაირად სულ თქვენი ყურადღება უნდოდეს, სულ რაღაცა პატარა ბავშვებით ყურადღებას იქცევდეს, ხო? მიაქციეთ ყურადღება. მე არ ვამბობ, რომ საერთოდ მოჭრათ თქვენი რეალობიდან, სწორედ სამყარო გაცრავად, მაგრამ ზედმეტი მოგდის გაფრთხილებს. ზედმეტი მოგდის და თავს გაუფრთხილდი. მადლობა. მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. მოდით ნახოთ თქვენთან რა მესიჯი აქვს სამყაროს. მე-13 არკანი მოვიდა. სამყარო გეუბნებათ, რომ ტრანსფორმაციების დრო მოვიდა. შენ უკვე ხარ ტრანსფორმაციაში, ან ძალიან მალე შენ შეხვალ მე-13 არკანის ენერგიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ რა წავა, უთხარი, რა წავა. 10-იან სიმძიმე წავა შენგან. კი ბატონო, კი. ძალიან დიდი სიმძიმე წავა შენგან, ძალიან დიდი ტვირთი წავა შენგან, ტრანსფორმირდება და დასრულდება რაღაცა რთული სიტუაცია, შენთვის საუკეთესო ვერსიით, შენთვის საუკეთესო სცენარით, ჩემო ძვირფასო მესამე ვარიანტო, თავს იგრძნობ აბსოლუტურად კმაყოფილად, თავს იგრძნობ სავსედ, თავს იგრძნობ რესურსში. მთავრდება ის ძველი, რამაც ძალიან ბევრი დრო წაიღო შესაძლებელია თქვენგან, ბევრი ენერგია წაიღო ხო სადღაც და აი ახლა მოვიდა ის დრო, რომ ყველაფერს რაც მოძველებულია და რასაც უკვე არანაირი სიცოცხლის ნიშანი აღარ აქვს და აღარ არის საჭირო თქვენს რეალობაში, უბრალოდ მიდის ეს სიმძიმე, მიდის და იწყება თქვენი ცხოვრების აბსოლუტურად ახალი ხარისხი, ახალი რეალობაში გადადიხართ, აბსოლუტურად ახალ რეალობაში, რომელიც თქვენ თვითონაც კი ესეხეთ, როგორც ხეზე სამჯერ დააკაკუნებთ, თუ ეს მე შევძელი, თუ ეს ყველაფერი ესე მოხდა, ხო? თუ მე შევძელი ეს გადამეგორებინა, ეს გადამელახა და ახლა ასე ყოფილიყავი, როგორც ვარ. კარგად, გემრიელად, რესურსიანად და უგრძნობ საკუთარ ძალას და საკუთარ ენერგიას და საკუთარ შესაძლებლობებს. კი ბატონო, აბსოლუტურად სტაბილური, ჩამოყალიბებული აზრი გექნებათ ყველაფერზე და უკვე გეცოდინებათ საით უნდა აიღოთ გეზი. მესამე ვარიანტი ძალიან კაფეა თქვენი ვარიანტი, ამიტომ ბევრს არ გავაგრძელებ. ჩემო ძვირფასებო, დაგემშვიდობებით, აი ესეთი ძალიან საინტერესო სამი ვარიანტი გვეწვია. მადლობა სამყაროს იმისთვის, რომ პასუხები მივიღეთ. მე ველოდები თქვენს კომენტარებს, ყოველთვის მაინტერესებს რამდენად სინქრონირდით, რამდენად რეზონირდით და რამდენად ახლოს მოვიდა ჩემი სიტყვები თქვენამდე. მე გემშვიდობები, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.